ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მედიის წარმომადგენლების მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქართველი ჟურნალისტის ზიამაღლობელი სასამართლოს ყდომების მონიტორინგს განაგრძობს. ჩეხეთის საელჩოს პოზიციით, მაშინ როცა ძლიერი მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია, საქართველოში სასამართლო სისტემის გამოყენებით ჟურნალისტების შევიწროება გრძელდება. დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდო სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. მედია როგორც მაკონტროლებელი კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას. დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობია. სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ, ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება.